ბოლოს ინფორმაცია სპორტის მოყვარულთათვის საქართველოს მორაგბეთა 7 კაცა ნაკრები მზადებას შეუდგა მეექვსე მსოფლიო თასისთვის, რომელიც 28 ივნის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართება. ქალაქ მოსკოვში კახა-ალანიას შეგირდები D ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები ახალი ზელანდიის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები იქნებიან. ამერიკასა და კანადის გუნდებმა წლევანდელ სერიაში შესაბამისად მე-11 და მე-12 ადგილები დაიკავეს. საქართველოს ნაკრები კი სერიაში არც წელს მონაწილეობდა და ვერც მომავალი გათამაშების საგზური მოიპოვა. ამრიგად ჩვენი გუნდი ამ ჯგუფის აუთსაიდერად ითვლება. კახა-ალანია და ნაკრების მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე ნაკრების არგენტინიდან დაბრუნების შემდეგ მოთამაშეების დამატებას გეგმავენ. აქ ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეები ემზადებიან, რომელმაც უკვე წელს რაღაც გამოცდილება მიიღეს, რამოდენიმე ტურნირი ითამაშეს, ზოგი კარგად, ზოგი ტურნირზე ჩავარდნა ქონდა, მაგრამ ეს ახალგაზრდა მოთამაშესთვის დამახასიათებელია რა. მსოფლიო ჩემპიონატია და ბუნებრივია 4 წელიწადში ერთხელ არის და ბუნებრივია ზოგი მოთამაშესთვის ეს ცხოვრების ოცნება არის და იქ მოხვედრა უკვე ბევრ ამას ნიშნავს. ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, მზად ვართ ალბათ ყველაფრისთვის. დიდი ხანია ვარჯიშობთ ერთად ეს გუნდი და ამოდენიმე მოთამაშე გვემატება ეროვნული ნაკრებიდან და იმედი გვაქვს რომ რაღაც შედეგს ვანახებ.